ქუთაისის პარლამენტის შენობასთან მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა. ვალტერ როგავამ ხელი გადაიჭრა დაზარალებულის თქმით 2011 წელს ქუთაისის მეორე საჯარო ასულების დაწესებულებაში იხდიდა საჯელს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, როგორც როგავამ აღნიშნა, ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. ვალტერ როგავა აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილთან შეხვედრას ითხოვს, რათა მას დაკარგული ჯანმრთელობა დაუბრუნა. სადარის ის ხელისუფლება, რომელიც მაგალითად გამოდიოდნენ ლამაზად და ამბობდნენ გაჭოლებულ ხალხს ჩვენ დავეხმარებით და საქართველოს ჩვენ დავაყენებთ ზეო. სად არის ის ხალხი? გამოვიდნენ ერთი და შეხვდნენ, პასუხი გამცენ. ჯანდაცვის სამინისტროში მირთხამენ წიხლებს. იმაში რა ქვია, მერიაში, აგერ ქუთაისის მერიაში მირთხამენ წიხლებს და მიჭერენ და დამიჭირონ ერთი ისე დამიჭირონ, რომ სასამართლო დარბაზში წავდგე. და მე ვინ როგორ დატოვებს თანამდებობას, მაგას დავანახებს 3 კილოს აბუთებით.